Van Dijk ყველგან მაგრა ითამაშებს 1-2 წელს. ბარსაში რა შენა გაატრაკეს ახლა იმე მაგრად მევასება. ვინახარ ბიჭო ეს Van Dijk მევასება შეჩემა რა გინდა? გავიგე მაგრამ შეჩემა შეიძლება ყველა რეალში გინდოდეს რა უბედურებაა თო რეალ ის რეალი ეს თუ გავიგე რეალი ყველა რეალში უნდა იყოს შეჩემა ყველა რეალში თუ გამიგია რა სალახს ახლა არ მithქვამს რეალს წამოვიდეს ვარ გექნებოდა ნათქვამი რა მინდა სალახი რა თქმა უნდა არ გევასება და იმე ხო იცის ნუ არ მევასება რა არ არის ჩემი სტილი ისე ვერ ვიყაი ბანერი რო არის 90 ნამეტანი ხომ არ მოგდის აი ნამეტანი ხომ არ მოგდის მითხარი ბიჭო ნამეტანი ამათ მოუვიდათ რამდენჯერ მაგრამ ეპატიათ ყველაფერი ეს ნამეტანი და მაგითოა რომ არ გარჩერდებიან ძალიან ჩემ მეგობარი რეალის ფანი ამბობდა აი ბაპე უკვე ფორმაში რო შევიდა ხა ამ სეზონში აი ეტრიკი და ბიჭო აი მეტი შეუულია რა მეთქი აი რა გინდა ტო არა მეტი შეუძლია გავიგე რომ შეუულია ყველა თამაში ეტრიკი ის აღარა ბაპე შეჩემა იქამდე ბელინგემი ან ორი ყველაზე მაგარი ფეხბურთელი რომელიც შეიძლება ბაზარზე ყოფილიყო. აიყვანეს ზებოლო 2 წლის განმავლობაში და კიდე არნოლდი მიყავთ უფასოდ და არა საკმარისი Van Dijk უნდა კიდე შეჩემა და ის 100 რჩეული ვაჟი და რომარიო დაბრუნდეს ხო აი წვეთში რა ეს ვინ არიან შეჩემა არ გაძღა მათი მუცელი იმენა ჩემპიონთა ლიგა რამდენი გაქვთ 15 მა კიდე გვინდა ჩემპიონატი ამდენჯერ გაქვთ 27 ჯერ მაგრამ 45 უნდა გქონდეს და არ შეუძლებელია შეჩემა რა როთიში და რა ხალხი ხართ ეს რა არის რაღაც ფეხბურთელები მოგწონს რაღაც არ მოგწონს და იყო სხვა გუნდში შეჩემა სად დატოვე სადმე ვინმე საბალერში ყო რომ მარო გადართავ მანჩესტერზე აკაც ვიღაცა მოგწონდეს მიდისო Van Dijk-იო სადნა და წამოვიდეს რეალში არ შეიძლება რომ რეალში არ წამოვიდეს შეჩემა რა უნდა როგორ არ შეიძლება ჩემი სურვილია უბრალოდ სურვილია ეს და ხე Van Dijk-ში გამიცვალა ანუ Van Dijk-ზე დაახურდა აი 22 ეყლეზე არ კიდია აბა იმაზე იყოს ბაზარი ვირცზე დავით ვილა რომ წაიყვანეთ ისა რა ქვია ზლატანი ანრი იცი როგორ მინდოდა რომ რეალში გადასულა ანრი წავიყვანეთ 32-ის თუ რაღაცა ეგერთი და როგორ არა მინდოდა რეალში 25 Van Dijk რამდენი 18 წლის Van Dijk-ი მაგას გონე მარტივად დათმე ხა ნახე აი ნუ წამოვა ვარტივად დაახურდა ვირცზე არ იტყოდი მაგას სიტყვაზე ან ვიღაცა ეგეც მე Van Dijk-ი უფრო მევასება ანუ მაგრად მევასება შეიძლება მაგრამ ნახე პრაგმატულობა იმას ხნა ხა იმ ზლატანში და მარტივად ზლატანი რომ მივიღეთ ჩვენ სამაგიო ეტოო გაუშვით იქით ეგეც არ იყო რომ ზლატანი მივიღეთ და всё ეტოო დავკარგეთ გაუშვი რუდიგერი წაიყვანე მანდ რომელიც წავიდა ჩემპიონთა ლიგა მოვიგო მე ხო ნახ ჩვენ ეგრე რონალდო და კაკარა მოვიყვანეთ რობენ და სნაიდერი გაუშვით მაგრამ რა ვანდერვაარტიც ალბათ ხო ძალიან დიდი დარტყმა რა შეჩემა ერთმა ლიგა მოიგო მეორე ფინალში იყო ბიჭო ერთ წელს ერთ სეზონში შეჩემა კაკა და კრისტიანო რონალდო იყიდეთ ხო დავკარ ეგრე ჩვენს დავკარგეთ ხო რა ვიღაცა და მალევე მივიდა ისა რა თუ მანამდე რა გინდა ნახე რობენი რობენი იწყებოდა პრაიმი იწყებოდა რობენის ჩაბიალონსო მაგწელს ერთ წელს კი როგორ ჩაბიალონსო კაკა კრისტიანო ბენზემა არა ერთ წელს მიიყვანეს ჩაბიალონსო კრისტიანო კაკა ბენზემა იოზილი იყო შემდეგი წელი იოზილი შემდეგი წელი ტიპა ფენტეზი ლიმიტლესი რო გაქვს ფენტეზიში ხო იცი ხო ყველა დაიწყო ამ ფლორენტინო პერესმა კაროჩე მაცადა ერთ წამი ტიპს იმენა გაუთავებელი ლიმიტლესი აქვს შეჭა არ დაუმთავრდა არ დაუმთავრდა რა ტიპს რა შეიძლება ეგეთი რაღაცა შეჩემა ხო და მაგას გეუბნება იყო რომ გამოიყიდე ეტო გაუშვითო ხო მე გავუშვი რობენი 17 წლის იამალმა გამოგიშვა ტრაქში მაინც შეჩემა ხო და რა გინდა 17 წლის იამალი მაგრამ გამომიშვა ტრაქში მაგითო მინდა რომ მაგითო კი Van Dijk და გამოსმა შეწყდეს კი ნესტა დაბრუნდეს ფეხბურთში მე პეტიცია ნესტა ყლეზე მკიდი ნესტა უნდა დავაბრუნო ფეხბურთში კანავაროსთან ერთად და მადრიდის რეალში დაბრუნდეს კანავარო ოღონდ ფორმაში და ნესტაც უნდა ფორმაში ძალიან ცუდი იყო რეალში ასე რომ დიდი მადლობა მაგითო უნდა გამოვასწოროთ ეგა არ შეიძლება რეალში ვინმე ცუდი იყოს რეალში ყველაკა თეთრი ბალეტი ყველა კარგი უნდა იყოს რეალში ჩემი კიბოა ეს სოფლიოს კიბოა ლიგას მოიგეს ბარსელონა და ჩვენს დამშვიდები უფრო მეტად და ლიგას იმედია PSG გააგდებს ერთადერთი ნახე მე ერთადერთი სცენარი მაქვს რომ ერთადერთი სცენარია ამოართვან ლიგები მესი მოკვდეს პერეს პერესი მოკვდება ახლა თუ რაღაცა მაგაზე არ არის პერესმა უკვე ეხ დღესვე მოკვდეს თუ გინდა როგორი შორიანია ხო მეგობრებო აი ადამიანს კომენტარებში დაუწეროთ როგორი ბარსელონას გუშინადია მოუჯვა ტიპმა უკვე რომ ანუ აღნიშნულ აღარ აქვს მაგას მართლა ანუ პერესაც აქვს რეალისტვის გაკეთებული რა სანტიაგო ბერნაბეუში შეჩემა და აი დი სტეფანო და რაღაცა ახალ სტადიონს თუ აშენებთ ოდესმე და თუ არა ეს ხო არ რემონტეთ ხა ამათ ხანი არ აშენებთ ამას უნდა გადაარქვათ ფლორენტინო პერეს უნდა დაარქვათ მე თუ მკითხავ რა სანტიაგო ბერნაბეუს პატარა ბიუსტი დაუდგით გვერდზე და სტადიონი იყოს ფლორენტინო პერესის სახელობის და მადრიდსაც რაღაცა პერესიან რაღაცა მიაწერეთ სახელი რა ცოტა არ ეწყინებათ ეხა ლეგანეს ხელთ ატლეტიკოს რაიონს და ხო და დე ბრუინი მიდის სიტიდან დე ბრუინს რეალს ზეგლს დაუდგა რა დე ბრუინი ძალიან
მეოსება. რეალში მეც აი დებრუინს სიამოვნებით ვიყავდი. დებრუინ და ვან დაიკი მონი არ რეალში უნდა გადავიდე. ერთი წელი ითამაშონ რა მოხდა. მეც აბა რა უნდა ახლა? ვარსკვლავი თუ ასა. სადაც არის ჩვენთან ადგილი არა, ახლა მოდრიჩი არა, ჩვენთან რა უნდა, ჩვენ გვყავს. ჩვენ ყავთ 500 ნახევარმცველი. ფერმინი არა, პედრი, დეიონგი და გავი და ძალიან არა მე დებრუინი ბარსელონაში. მე რეალში მინდა დებრუინი. დებრუინი წავა ფულს გააკეთებს ჩემი აზრით. ხო და საერთოდ რაღაც ვამბობთ. ერთი წამ სამშობლოში რაღაც ვამბობდი კაცო. და ერთ-ერთი სცენარია თქო რა. ჩემთვის და ბარსელონას ყველა გულშემატკივრებში დარწმუნებული ვარ, რომ აი მაგალითად 2014-ში არგენტინას რომ მოეღო მსოფლიოს ჩემპიონატი, ეგ იყო სცენარი, რომლის მიხედვითაც ბრაზილიის გულშემატკივარი ვერასდროს აღარ ეყოდა არგენტინელებს, რომ ჩვენ 5 გვაქვს, თქვენ 3, ანუ კი, ჩვენ 3 გვაქვს, მაგრამ ბრაზილიაში გვაქვს მორჩა. ეხლა არის რეალი ბარსას ფინალი უნდა იყოს. მარაკანაზე ექნებოდა ურუგვაისაც და არგენტინასაც მოგებოდა. ო, вообще пиздец. და ეხლა გინდა რომ კლასიკო რომ ბრაზილია არგენტინა ყოფილიყო ფინალი. და კლასიკოში გინდა რომ მოუგოს რეალი ბარსა უნდა იყოს ფინალი და ბარსა მოიგოს. აი ეგ არის ერთ-ერთი სცენარი, რომლის მიხედვითაც იქნება რომ კი თქვენ 15 გაქვთ და ჩვენ ყოველდღე მე-6 მოვიგეთ, მაგრამ ერთმანეთში ჩვენ გვაქვს მოგებული და მორჩა, მე თავარი ფინალში აღარ შეხვდით არასდროს ერთმანეთს. და თუ ეს ფინალი რეალმა მოიგო, რაც გონია რომ აი საფეხბურთო ისტორია მოითხოვს როგორ გაგვითარებას, იცი, აი ჩემი აზრით რა, ფეხბურთი საერთოდ, ფეხბურთი რაც არის, ფეხბურთი არის რეალი. ჩემთვის რა მართლა ფეხბურთი არის რეალისტვის შექმნილი რა ან რეალი რო შეიქმნა ფეხბურთი ან მაგიტო უნდა იყოს ეგრე რომ ესპანეთის ჩემპიონი და გახდეს ბარსელონა ეხლა ლა ლიგა უნდა მოიგოს ბარსამ რა უნდა ურთიერთშეხვედრაში მოძმე-14 ტურში 5-0 უნდა მოუგონ სახში ანუ ჯამში უნდა ქონდეს 9-0 მოგებული რა ამ სეზონში რეალისტვის ესპანეთის თასის ფინალში რომელიც იმედია ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეა იმედი მაქვს იქაც უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და გავიდნენ ორივე და იქ ბარსამ უნდა მოიგოს 7-1 ანუ 7-1 უგებს რა ბარსამ უნდა როგორც 7-0 იგებენ და ბოლო წუთზე იტანს მბაპე გოლს და თან მუხარია ის აღნიშნავს რომ ძილს გოლი გაუტანენ და 7-1 უგებენ ფინალს. და ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოდის და ბარსას აქ ამ სეზონში 4-0, 5-0 და 7-1 რეალთან მოგებული. რა და რეალი ბარსაა ჩემპიონთა ლიგის ფინალი და ბარსა არის სასწავლი ფავორიტი და ფინალში რეალი იგებს 1-0-ს. აი ეგ არის ფეხბურთის ისტორია ითხოვს მაგას, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მაინც რეალმა უნდა მოიგოს რა. არა, მეორე წუთზე იტანს ვინისიუსი გოლს რა. მეორე წუთზე იტანს ვინისიუსი გოლს და მაგის მერე ბარსას 15 მომენტი აქვს, ხაძერ ძელს ხდება ბურთი. 17 სეივს კურტუა აკეთებს, მე კურტუა იმტრება, ლუნინი დგება კარში, ლუნინი აკეთებს 19 სეივს და მე ლუნინი იმტრება და ფრანი დგება მესამე კარში და ისიც ბურთებს იღებს ბევრს და ეგ მოგეცათ თქვენ დრო ძალიან გთხოვთ ანუ ფეხბურთის ისტორია მოითხოვს მაგას. ყავა მართლა ძალიან ცუდი იყო. ხო, არ დამილევია თან. ძალიან ხოძე მოვიდა. ხო, არ მოხდება ეგრე და რეალი მოიგებს. ხო და დებრუინი. ხო და ნახე, რეალმა თუ მოგვიგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი. არაფერი არ იცვლება რა. აი ანუ ჩემპიონთა ლიგის ფინალიც კი მოგვიგეთ? აი ნუ კი ცოტათი კიდე დაგვეკუკა თავზე რა ბარსას გომაგებს. აი ისაც დაჯმული გვაქვს ამათგან და ცოტა კიდე დაგვეკუკა რა ცოტათი. ეს თუ ცოტათი. არაფერი არ იცვლება და ზატო ბარსა თუ იგებს. ამ დაჯმულს მნად ვიწმინდავთ. დები? აი 15 თქვენ გონია. 15 არა. იწვება სუნი აგდით საშინელი. შეიძლება. მაგრამ ამ მოწმენდისას თქვენ წხვდებათ ცოტა და თქვენ იგივეს უნი აგდით. აი მაგის იმედი. იმიტომ რომ ფინალი ერთმანეთში გვექნება მოგებული ჩვენ. ანუ სათქმელი გვაქვს. აუ ჩემპიონთა ლიგაზე სათქმელი ბარსას არაფერი არა აქვს ვაფშე. არაფერი არ აქვს სათქმელი. მე სათქმელი მაინც გვექნება. წამოკანავლება მაინც შეგვიძლია, რომ ერთმანეთში მაინც მოგიგეთ ფინალიოში. ამ ყველაფერს. და თუ წავაგეთ რა შეიძლება 16 ექნება 15 ფინალში მოგიგეს აი ამ ყველაფერს მოსმენის შემდეგ ამ სტენდაფის მოსმენის შემდეგ ერთადერთი რაც მე შემიძლია ვთქვა რომ მანჩესტერის ფანებო 10 წელიწადში ჩვენს გვექნება ესეთ თემებზე საუბრის უფლება. ჩემპიონთა ლიგაზე არ იქნება, აქ იქნება ჩემპიონშიპის ტიტულზე. პრემიერ ლიგის 4-ეული და მსგავსნი. პრემიერ ლიგის 4-ეული არა. ჩემპიონშიპი. აი წელსაც გადავალთ თუ ისო პლეიოფი მოგვიწევს, აი ეგ იქნება. არა, მანჩესტერის სენსორები და გულშემატკივრები და ყველა ეს გადაცემები შეიგრებიან და რომელი ვირთხის წამალია კარგი რო გაუშვათ ჟონავს ის. იმ ცირკის ის რო გაუბერეთ იქაც შემოვიდნენ ეს ვირთხები. და რომელი წამალი არის ეფექტური. ჰადერსფილდი მაგალითად ჩემპიონშიპის არ არის. მაგრამ 20 წლებში ზედაც სამჯერო მოიგეს ჩემპიონატი. მაშინ ვერ წარმოიდგენდნენ რომ ეს გუნდი 100 წლის მერე იმას არ იქნებოდა, რა ვთქვათ, მეორე ლიგაში კი არ იქნებოდა რანგით. პრემიერ ლიგაში რა მოვიდნენ, ეგ ესეთი ცუდი გუნდი იყო. კიდე კაი არის.